მოგესალმებით, ჩემო ლამაზო და ნათელო სულებო, მოდი ვნახოთ დღეს რა ინფორმაცია შენთვის და რა უნდა იცოდე ახლა. ეს ინფორმაცია არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ახლა ცოტა ჩაკეტილ მდგომარეობაში, დეპრესიაში. შესაძლოა ახლა გრძნობ, რომ გარშემო საინტერესო არაფერი არ ხდება. თითქოს ყველაფერი ერთი და იგივე და უინტერესოა. მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს მხოლოდ იმის გამოა, რომ შენ აირჩიე ეს მდგომარეობა და შენ აირჩიე საკუთარ თავში ჩაკეტო. შენ ახლა სამყაროს ვერ ხედავ იმ სისავსით და იმ რეალობით, როგორიც არის სინამდვილეში. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა შენ თავს მიცე დრო იმისთვის, რომ განიკურნო, დრო იმისთვის, რომ გედგინოს. არა უშავს, იგრძენი რასაც გრძნობ და გაატარე დრო ამ ჩაკეტილ და დეპრესიულ მდგომარეობაში იმდენი, რამდენის დაგჭირდება. მაგრამ როცა ეს პერიოდი დასრულდება, მინდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი არ არის სამუდამო, შენ ჩვეულებრივად ადგები და გაგრძელებ ცხოვრებას და ცხოვრება იქნება ბევრად უფრო ლამაზი, ვიდრე იქამდე იყო. რადგან შენში ეს სიმარტოვის შეგრძნება და ეს რაღაცნაირად სევდის შეგრძნება, რომელსაც შეიძლება ახლა ატარებ და ნელ-ნელა გამოვა შენგან. ვნახოთ რა უნდა იცოდე კიდევ. მინდა იცოდე, რომ შენ არ ხარ მარტო. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა გეჩვენება, რომ ძალიან დიდ სიმარტოვაში ხარ, შენ ყავს ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გარშემო, ძალიან ბევრი მეგობარი. და შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ აქ უფრო მეტად იგრძნობა ენერგია, რომ ყავს ადამიანები, ვინც მზად არიან დაგეხმარონ და მზად არიან იყვნენ შენთვის საყრდენი ამ რთულ პერიოდში. და ეს ადამიანები აუცილებლად დაგეხმარებიან, რომ შენ ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე და გააგრძელო ცხოვრება იმ ხალისით და იმ ბავშვური აღტაცებით, რომელიც ყოველთვის იყო შენში. ასევე აქ მიჩვენებს, რომ თუ მამაკაცები მიყურებთ, აქ ჩანს, რომ შეიძლება უფრო მყარად წამოდგე ფეხზე და უფრო ძლიერი გახდე, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ. ქალების შემთხვევაში აქ ჩანს, რომ შენ შექმნი რაღაც შენს საქმეს, შენს პროფესიას, შენს საყრდენს მომავალში და ბევრად უფრო დიდი გავლენა და ავტორიტეტი გექნება შენ ცხოვრებაში, ვიდრე ოდესმე გქონია და ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ მოხდება, რომ შენ ეს სირთულეები გაიარე და გაიარე ძალიან დიდი წარმატებით. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა შენთვის. ველოდები ჩემთან პირად სესიებზე და უფრო დეტალურად განვიხილოთ შენი ცხოვრება, შენი მომავალი, კარიერა, ფინანსური მდგომარეობა და რა თქმა უნდა, პირადი ურთიერთობები, რომელიც ყველას აინტერესებს ხოლმე პირველ რიგში, როცა ჩემთან მოდიან. აბა შენიცი წარმატებებს გისურვებ.